სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარისმა ილია მეორემ ევროვიზიის კონკურსზე გამგზავრებამდე მოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი დალოცა. მომღერლები საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელს საპატრიარქო რეზიდენციაში შეხვდნენ. მიღების ფარგლებში მუსიკალური ნომერით შესრულდა. როგორც ცნობილია, მომღერლები ევროვიზიაში მონაწილეობის მისაღებად შვედეთში 5 მაისს გაემგზავრებიან. პატრიარქის ლოცვა-კურთხევა წამყვება და მის ლოცვა-კურთხევას წავიღებთ შვედეთში. რაც უნდა წავაკეთოთ ჩვენი ქვეყანა ევროვიზია 2013-ზე, ამიტომ ჩვენთვის დიდი პატივია, ვართ ძალიან გახარებულები, ვართ ძალიან ბედნიერები, რომ შეხვდით ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქს და მე მგონია რომ ამის მერე მე და სოფო უფრო მყარად დავდგებით სცენაზე. ჩვენ მივამგზავრებით მალმოში 5 მაისს, 16 მაისს არის ნახევარფინალი და თუ გორგოწილად გადასვლა ფინალში 18 მაისს იქნება ფინალი და სწორედ დღეს მოვედით ამისთვის რომ პატრიარქს თქვა ძალა მოგცეს სხვა. დღესვე კათოლიკოს პატრიარქი საქართველოში აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის წევრებს შეხვდა. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარს დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილე მიულოცეს და საჩუქრად ხალიჩაზე აბრეშუმით შესრულებული კათოლიკოს პატრიარქის პორტრეტი გადასცეს. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, ხელნაკეთი ნამუშევარი ბუნებრივი აბრეშუმისა და 140 ფერისგან არის შესრულებული. უწმინდესისა და უნეტარესის გამოსახულება საქართველოში ორგანიზაცია ალულ-ბეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სეიდ სადეგ დესორხის თხოვნით ირანში შესრულდა. ჩვენ მოვედით კათოლიკოს პატრიარქთან, რათა საიუბილეო თარიღი დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილე მიგვალოცა. გადავეცით საჩუქარი, რომელიც ირანში მაღალი დონის სპეციალისტების მიერ შესრულდა. ხალიჩა 6 წელი იქსოვებოდა ბუნებრივი აბრეშუმისა და 140 ფერით. ნამუშევარი თავის პირვანდელ სახეს 400 წელი შეინარჩუნებს.